მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ ისევ განვაგრძობთ რელიგიურ თემებზე საუბარს. ჩვენი დღევანდელი საუბრის თემაა მონასტური ცხოვრება. ამასთან დაკავშირებით მოვიწვიეთ ფერისვალების დედათა მონასტრის წინამძღვარი იღუმენია მარიამ იქელაძე. მოგესალმებით დედაო. დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისათვის. მონასტრული ცხოვრება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმა ღვთისმსახურე ცხოვრებისა, ჩამოყალიბდა მე-4 საუკუნეში. ეგვიპტის უდაბნოებში ჩამოყალიბებული ცხოვრების ეს წესი ყველაზე ადეკვატური ფორმა აღმოჩნდა ქრისტიანობის არამიწიერი სულის გამოსახატავად. ეგრეთ წოდებული სულიერი აზნაურებით დაჯილდოებული ადამიანებს მიაჩნდათ, რომ მონასტური ცხოვრება ყველაზე კარგი საშუალება იყო ამ სოფლისადმი მიჯაჭვულობისაგან, ამ ქვეყნიური ამოღებებისა და სასტურისაგან განთავისუფლებისათვის, რათა საშუალება მიცემოდათ, რომ დაუბრკოლებლად ელოცათ, ჭრეტელობას მისცემოდნენ და თავისუფალი ყოფილიყვნენ სხვა მოღვაწეობრივი ღვაწლისათვის. ამან განაპირობა ის, რომ ჩასახვისთანავე ძალიან მალე გავრცელდა ქრისტიანული სამყაროს დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილში ეს მონასტრული ცხოვრება და ძალიან მალე გადაიქცა წმინდანების, ასკეტების, ღვთისგაზნობილი მოძღვრების სამჭედლოდ. როგორც უკვე ვთქვით, ეს მონასტრული ცხოვრება მე-4 საუკუნიდან ჩამოყალიბდა, მის სხვადასხვა ფორმები კიდევ უფრო მოგვიანებით. თქვენი აზრით, რამ გამოიწვია ის, რომ აი ზუსტად მე-4 საუკუნეში ჩამოყალიბდა ეს მონასტრული ცხოვრება, არც ადრე, არც უფრო გვიან. აი ხო ყოველთვის არსებობდა ეს მისწრაფება სულიერი აზნაურობისაკენ. თქვენ როგორ ფიქრობთ? მე კი არ ვფიქრობ, ალბათ ესეც არის, იმიტომ რომ თავიდან დაიწყო მოციქულებით, ხო, ანუ იყო ის დრო, როდესაც მოციქულებს უნდა ეკადაგათ ქრისტიანობა და ეს ძირითადად ხდებოდა რომის იმპერიაში. ჯერ ებრაელებთან, ვინც იყვნენ სხვადასხვა ადგილებში, ვთქვათ იგივე ისრაელიდან გამოსულები და შემდეგ უკვე წარმართებთანაც გადადიოდათ. ეს ანუ არსობრივად ქრისტიანობა არ შეცვლილა. ყოველთვის მოციქულები ასრულებდნენ იმ პერიოდში იმას, რაც უნდა გაეკეთებინა ქრისტიანს. მაშინ ეს უნდა ეკეთებინათ. ანუ ბოლომდე იხარჯებოდნენ ღვთისთვის და ყველაფერ მთელ თავის ცხოვრებას უძღვნიდნენ იმას, რომ ღვთის ნებას აღასრულებდნენ და მათი ნება უნდა დამთხოვლიყო ღვთის ნებასთან და ეს იყო მათი ცხოვრების სიხარული და მიზანიც ეს იყო ღმერთთან ერთობა. გავიდა დრო და მოვიდა უკვე მოწამეობის ხანა, იმიტომ რომ უკვე დაიწყეს ქრისტიანების დევნა. და თავისთავად უკვე რომ ვინც ხდებოდა ქრისტიანი, ის მთლიანად უარს ამბობდა შინაგანად იმ თავის ადრინდელ ცხოვრების წესზე. მზად იყო განშორებოდა ყველას და ყველაფერს და შეხვედროდა მოწამეობას და სიკვდილსაც. ანუ ქრისტიანი რო ხდებოდა, ამ ნაბიჯს უკვე დგავდა. ამიტომ ეს ქრისტიანული ცხოვრების ინტენსივობა იყო ძალიან მაღალი. ალბათ ცოდვებიც იყო, იმიტომ რომ პავლე მოციქულის ეპისტოლეში ხშირად უწერია, რაღაცით უკმაყოფილო იყო მათ ცოდვებსაც იხსენიებს, შეცდომებიც ბევრი იყო, მაგრამ არსობრივი მაგ პერიოდში იყო ის, რომ ეს ხალხი ცხოვრობდა ღვთით, ეძებდა ღმერთს და სხვას არაფერს არ ეძებდა. უბრალოდ შეცდომებიც ხდებოდა ბუნებრივი. ამ მოწამეების მაგალითზე უკვე ქრისტიანობა იმდენად გავრცელდა, რომ გახდა სახელმწიფო რელიგია. ესეც ისეთია ალოგიკური თითქოს, იმიტომ რომ ადამიანს აწამებენ და ამ დროს ღება ბევრი კიდე სხვა ადამიანი და ამბობენ რომ მეც ქრისტიანი ვარ. ესე იგი ისინი ხედავდნენ რატომ ხდებოდნენ ესენი მოწამეები, ხდებოდნენ უკვე მათ მაგალითზე, რომ არ დამთავრდა აქ ეს ცხოვრება. ანუ ქრისტიანობა რაღაცა სხვა სიკეთის მატარებელი იყო, რაც ამ სოფელში არ მოიხელთებოდა. ხო, არა ამ სოფლიური, ეს ძალიან იზიდავდათ. ამას ხედავდნენ ამ მოწამეების მაგალითზე და ამიტომ უკვე რაც არ უნდა დევნაში ყოფილიყო ქრისტიანობა, იგი უფრო და უფრო ყვავდებოდა. და ბოლოს მართლა გახდა უკვე სახელმწიფო რელიგია, ეს მოხდა კონსტანტინეს იმპერატორის დროს. მაგრამ აქ თითქოს და მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა იყო. ამ დროს მოხდა ჩამოყალიბება საბოლოოდ, როგორ უნდა ემსახურა, თქვათ, ეკლესია, იერარქია, ყველაფერი ეს დღევანდელ დღემდე რაღაც იქიდან მოყოლებულია თითქოს. და
მაგრამ მოხდა ისეთი რაღაცაც, რომ ეს ინტენსივობა ამ ქრისტიანული ცხოვრების დაეცა უკვე. ანუ კი ხდებოდნენ ქრისტიანები, მაგრამ მათთვის ეს შინაგანი ცვლილება ისეთი ღრმა არ იყო. შეძლოთ ისევ ისე გაეგრძელებინათ ცხოვრება, უბრალოდ კიდევაც ქრისტიანებიც ყოფილიყვნენ. და არსებობდნენ ადამიანები, ვისაც ეს არ აკმაყოფილებდა, უნდოდათ მეტი. მოციქულების ხანა უკვე იქ აღარ იყო, მოწამეობის ხანაც აღარ იყო. გამოიძებნა რაღაც ახალი ფორმა, ოღონდ შინაარსი დარჩა იგივე. შეიძლება ქონდათ რომ გამიწიერდა რაღაც აზრით ეკლესია და შეგრძნება ქონდა კი არა, მართლა ესე მოხდა რაღაცნაირად. გამიწიერდა, იმიტომ რომ აი ეს დღევანდელ დღესაც დაახლოებით ამას ვხედავთ ჩვენ. ხდება ქრისტიანი, მაგრამ არაფერი მის ცხოვრებაში არ იცვლება. კვირას კაი მოვა დაესწრება ზოგიერთ შემთხვევაში. ანუ ეს შესაძლებელი გახდა. და ამიტომ ადამიანებს გაუჩნდათ სურვილი, რომ ბოლომდე თავგანწირვა და ის არა ამსოფლიურობა, რასაც მოაქვს ქრისტიანმა, ეს თავისი ცხოვრებით დაემტკიცებინათ. და ამას დაჭირდა უკვე სხვანაირი ცხოვრება. უფრო სხვა წესით ცხოვრება. ანტონი დიდი წავიდა ვთქვათ უდაბნოში. ერთი პირველი მონასტრული ცხოვრება, ვინც დაიწყო, იყო ანტონი დიდი, ყველაზე ცნობილი, რომელმაც მოისმინა მსახურების დროს ეს სახარების ის ნაწილი, სადაც იყო ნათქვამი, რომ ყველაფერი უნდა დაუტევო და შემომიდექით მე, ქრისტე ამბობდა და მართლაც დაუტევა ყველაფერი და წავიდა უდაბნოში. იქ დაიწყო ცხოვრება. ანუ მისი მიზანი იყო, რომ აღესრულებინა ბოლომდე ის, რაც წერია სახარებაში. უფლისწინებები აღესრულებინა და ამისათვის ყველაზე ხელსაყრელი პირობა აღმოჩნდა ეს უდაბნოში წასვლა. ეს აი ძალიან ხშირად გონიათ, რომ მონასტერში წასვლა არის რაღაციდან გაქცევა, ან დედა, აი მასთან დაკავშირებით მინდა ვკითხო. აი თქვენ კარგად ბრძანეთ, რომ სამონასტრო ცხოვრების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ეს არის უფლისწინებების ზედმიწევნით აღსრულება. მაგრამ ორი უმთავრესი ცნება უფლისა ეს გახლავთ, პირველი გიყვარდეს უფალი მთელი გულით, მთელი სულით, მთელი გონებით და მთელი ძალით და მეორე გიყვარდეს მოყვასი შენი, ვისაც თავის შენი. აი ამაზე გვიპასუხოთ, როგორ ხდება, აი რატომ არის, რომ მონასტრული ცხოვრება ადამიანს აძლევს საშუალებას უფრო უკეთესად აღასრულოს უფლისწინებები, განსაკუთრებით პირველი, აი გიყვარდეს უფალი მთელი სულით, მთელი გულით, მთელი გონებით, მთელი ძალით და ხომ არ უშლის აი ეს აღსრულებას მეორე ცნებისას გიყვარდეს მოყვასი შენი, როდესაც ადამიანი უარსაბუნ სასოფლოზე და განდგომილი ხდება. ხო, ეს რატო რომ პირველი მცნების აღსრულება ძალიან ადვილი გასაგებია, იმიტომ რომ მონასტერში თავისუფალი ხარ ყველა სხვა საზრუნავისგან და შეგიძლია მთელი დრო დაუთმო უფალთან საუბარს. შენი გულის სიწმინდის მოპოვებას, თქვა, უფრო სწორად აი თავარი ბრძოლა შენს გულში მიმდინარეობს, შენ ებრძვი შენ თავში არსებულ ეგოიზმს, რაც ძირითადია. და აქედან მოდის ის სიხარული, ანუ უფლის შეწევნაც და შენი საკუთარი ნებაც, ანუ ასკეტიკაც აქ ჩართულია გარკვეულწილად, იმიტომ რომ შენი ეგოიზმი სხვაგან მიყავ ხარ იმას და შენ გინდა რომ სხვაგან იარო და გარკვეულწილად ეს შენი თავის უარყოფას მოითხოვს და ბრძოლას შინაგან. ანუ მთელი მთავარი ეს რა ვქვია, ცდილობა ეს არის, მაგრამ ის რომ ეს ვთქვათ ადამიანები მიდიოდნენ უდაბნოში და ზოგიერთი საერთოდ არ ხვდებოდა ადამიანებს, ეს არ იყო ის რომ მათ ეძულდათ ეს ადამიანები, ან ის ადამიანები რაღაცით ხელს უშ. უბრალოდ ეს მათ კარგად ესმოდათ, რომ ბრძოლა არის ბოროტ ძალასთან. საერთოდ ბრძოლა არის არა ადამიანებთან, არამედ ბოროტ ძალასთან და შენ თუ წინა ხაზზე გახვალ და ამ ბოროტ ძალას დაუწყებ ბრძოლას, თავისთავად ამით ხალხს ეხმარები და ეხმარები მთელ კაცობრიობას იმაში, რომ ბოროტი სუსტდება შენი არსებობით და შენი ლოცვით. შენ თვითონ შენ თავში რო ამარცხებ ბოროტს, ამით ეხმარები მთელ მსოფლიოს კაცობრიობას. ეს მათ ძალიან კარგად ესმოდათ და იმ პერიოდში მე მგონი ხალხსაც ესმოდა ეს და სხვანაირად უყურებდნენ მონაზნობას და იცოდნენ ვისი ლოცვით და რატომ მიდიოდა მათი ცხოვრება ავად თუ კარგად რაღაც. ბოლომდე ამას მე მგონი იაზრებდა საზოგადოებაც. ადამიანს ღმერთის სიყვარულში და მოყვასის სიყვარულში ყველაზე მეტად ეგოიზმი და აი როგორც თქვენ ბრძანეთ.
ნებები უშლის ხეს. როდესაც ადამიანი თავისუფლდება ნებებისგან, თავისუფლდება ადამიანის გულში ადგილი სიყვარულისათვის. და ისინი და გარდა ამისა კიდევ უკაცრავად ხო, ну, რა თქმა უნდა არსებობს რაღაც კანონები უკვე დღევანდელ დღემდე, მაგრამ აი როგორ იმ დროს, იმ წუთში, როგორ მოიქცეს სწორედ რა მიმართულება არის ღვთისთვის სათნო, ამას ხვდებიან ასეთი ადამიანები, ვინც ნებებისგან არიან თავისუფლები. ამიტომ მთლიანად ეკლესიის სისწორეს და მიმართულებას ასეთი ადამიანები განსაზღვრავენ, ადრეც და დღესაც. მართალია, აი მონასტრული ცხოვრება შეიძლება ყველაზე საუკეთესო საშუალება უფლისწინების აღსასრულებლად, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი. ალბათ ამის გამოა, რომ აი წმინდა წერილში არ ხდება პირდაპირ მინიშნება არ საუბარი მონასტრულ ცხოვრებაზე, მოცემული არ არის რეგლამენტაცია, თქვა, აი მონასტრული ცხოვრების, მაგრამ ქრისტე თავისი ცხოვრებით უკვე გვაძლევს იმ სათნოების მაგალითს, რომელზეც ყოველთვის და ყველგან ეყრდნობა მონასტრული ცხოვრება, ეს არის უპოვარება, ქალწულება და მორჩილება. აი საშუალებებია, რომელთაც აღწევს ადამიანი ამ ცნებების აღსრულებას. აი თქვენი გამოცდილების თანახმად, თანამედროვე ეპოქაში აი ამ სამი სათნოებიდან რომელია ყველაზე ძნელი აღსასრულებელი? ან რატომა აუცილებელი მონაზონისათვის ამ სათნოებებში წარმატება, ან შემდეგ რაში გამოიხატება, აი თქვა, ეს წარმატება ამ სათნოებებში, როგორ ნახულობს გამოხატულებას? ყველაზე ძნელი ჩემი გამოცდილებითაც და ისედაც ალბათ ყველა აღიარებს ამას არის მორჩილება. შენი ნების უარყოფა. თუმცა ველზოგს გონია რომ ვთქვათ ქალწულება უფრო ძნელია ან რაღაც ბუნების საწინააღმდეგო გვათითქოს, მაგრამ მორჩილება არის თავარი. თუ ეს არ არის, არაფერი არ გამოვა და მე რომ შეცდები ამის აღსრულებას, მე როგორ ნამდვილად ხედავ, რომ ეს თითქმის შეუძლებელია ადამიანური ძალით. და მარტო ღვთის მადლით და წყალობით თუ შეიძლება. ხა რატო არის აუცილებელი ეს მორჩილება? ისევ ამ ეგოიზმის გამო. იმიტომ რომ რაც უნდა კარგი საქმეები ვაკეთოთ ჩვენ თუ ამას ჩვენი ნებით ვაკეთებთ და ჩვენით ვაკეთებთ, მაინც ძალიან ძნელია რომ თავი დაიცვა თვითკმაყოფილებისგან. მე აღარ ვლაპარაკობ ხა ცუდ საქმე, ვლაპარაკობ აი ქრისტიანი, როდესაც ბოლომდე ცდილობს, რომ ღმერთს სათნო ეყოს და აღასრულებს მცნებებს, მაგრამ ამას ეს ხდება მისი გადაწყვეტილებით, მისი ნებით, ძალიან ძნელია რომ თავი დაიცვა იმისგან, რომ არის ფიქრო, რომ აი მე რა კარგი ვარ. და როდესაც აკეთებ ამას მორჩილებით, ეს უკვე ჩემი გამოცდილებითაც ვიცი, აი გეუბნებიან ახლა გააკეთე ეს. შენ იცი რომ ამას შენ არ აკეთებ. ამას აკეთებ იმ ადამიანის ლოცვით, ვინც ეს დაგაბალად. ანუ ეკლესიის ლოცვა კურთხევით და ისედაც ხედავ და გრძნობ, რომ ეს შენ არ ახარ. არამედ ღმერთი აკეთებს. შენ უბრალოდ რადგანაც თქვი, ხო? შენ ხდები ამის თანამონაწილე და ეს ძალიან დიდი წყალობა, მაგრამ ძნელია ამ დროს გეგონოს, რომ შენ ხარ ამის თავი და ჩავარდე რაღაც პატიმოყ. ერთადერთი შეიძლება მადლიერების გრძნობა გაგიჩნდეს და სიხარული, რომ შენ ღმერთმა რაღაც ჩაქრთო თავის განგებულებაში. უფრო ალბათ ეგეთი რაღაცა და მე კიდე ხო, ნუ ეს არის ვთქვათ, მე რაც ვთქვი, შედარებით იოლი მორჩილება, მაგრამ ლაპარაკია უფრო რთულ რაღაცაზეც. ლაპარაკია იმაზე, რომ შენ თავზე მეტად ენდობოდე სხვას. აი ეს უკვე ძალიან ძნელია, მით უმეტეს თანამედროვე ადამიანისთვის და მან უნდა იყო ძალიან, ну, გწამდეს ღმერთი და გწამდეს ის, რომ ღმერთი აძლევს იმ ადამიანს იმ სიტყვას, რაც შენი სულისთვის სასარგებლოა. და ეს არ არის უბრალოდ რაღაც ეს არ ნიშნავს იმ, ну, შენ გონებაზე ამბობ უარს, იმიტომ რომ დაძლიო ეს ეგოიზმი. და აქ საიდუმლოებაა ფაქტიურად, ეს ღვთისთვის ხდება და ის ადამიანიც, ვინც ვთქვათ შენი წინამძღვარია, ისიც ამას ღვთისთვის აკეთებს და ისიც ამას ლოცვით და სარწმუნოებით აკეთებს. თუ ეს ყველაფერი დაცულია, მაშინ ყველაფერი ძალიან სწორად და ჰარმონიულად მიმდინარეობს. დედაო, თქვენ ბრძანეთ, რომ აი საფუძველთა საფუძველია მორჩილება ქრისტიანული ცხოვრებისა. აქ როდესაც მორჩილებაზე ვლაპარაკობთ, რა თქმა უნდა, აქ არ შეიძლება განიხილოს მხოლოდ
აი ფარისეული ნორმატიული დისციპლინარული საკითხი. არა ხო ეს მორჩილებაში ყველაზე უმთავრესია ალბათ სულიერი ავტორიტეტით წარმატებით დაჯილდოებული მოძღვრის პოვნა და მისი მორჩილება სიყვარულით. აი კომუნისტების ეპოქაში თითქმის მოიშალა მონასტრული ცხოვრება საქართველოში. აი თითქმის შეუძლებელი გახდა სულიერ წარმატებული სტარცების პოვნა. მიუხედავად ამისა, მაინც აღორძინდა საქართველოში ახლა მონასტრული ცხოვრება. აი თქვენი მონასტრის მაგალითზე ხომ არ გვეტყვით აი როგორ მოხდა ეს პროცესი აღორძინებისა? იცით რა, ჯერ მე უბრალოდ მართლა ბევრს ვფიქრობდი ამ მორჩილებაზე და ხშირად ამბობენ რომ დღევანდელ დღეს ეს შეუძლებელია, იმიტომ რომ ზუსტადაც არ არსებობენ ასეთი ჯერთი აი სიმონახალ ღვთისმეტყველს უწერია ძალიან გარკვევით, რომ თუ ადამიანი ეძიებს ღმერთს და ჭეშმარიტებას და ლოცულობს, მარხულობს და მოღვაწეობს, მას აუცილებლად გამოუჩენს ღმერთი წინამძღვარს. და აქ არ არის ლაპარაკი მაინც რომ მე 21 საუკუნეში ეს გამორიცხულია. აუცილებლად გამოუჩენს. და ეს საიდუმლო აღსრულდება თუ ოღონდ ჯერ უნდა დაიწყო ესე მოღვაწეობა და გადაწყვიტო ღვთისთვის ცხოვრება და მერე გამოგიჩნდება. თავიდან შეიძლება ვერც დაინახო ის, შეიძლება იყოს, მაგრამ არც ვერც მიხვდე და ხო და ჩვენ მაგალითზე მით საქართველოში ეს მგონი რთული არ არის, იმიტომ რომ ჩვენ პატრიარქი ყავს. ხო და რა ვიცი, ამიტომ ახლა მე პირადად ეს პრობლემა არ მქონია, რომ ვაიმე ვის მივენდო და საით წავიდე, იმიტომ რომ ძალიან ადვილია ეს დაინახო, ვის უნდა მიენდო საქართველოში და ჩვენ კიდე პატრიარქი თუ შეიძლება რომ ხა ამაზე ვთქვა, დაგვეხმარა იმითი რომ როცა დავიწყეთ ეკლესიაში სიარული, მაშინ მართლა თითქმის აღარ იყო მონასტრული ცხოვრება, სამთავროში იყო მონასტერი და მოხუცებით დედები ცხოვრობდნენ. ანუ რო არ მისულიყო ახალი თაობა, უკვე რაღაც ისე იყო, ზღვარზე. შეწყდებოდა ეს. ხო, და პატრიარქმა ხა შეამჩნია, რომ ბევრი ახალგაზრდა ადამიანი მოვიდა, დააწესა ჯერ კვირაში ერთი დღე, 4 შაბათი დღე, როცა მაშინ მამა დავითი იყო ახლანდელი მეუფე დანიელი, იმას თხოვა, რომ გავეყვანეთ ეს ჯგუფი რაღაც სხვადასხვა ადგილებში, მონასტრებში დაგველაგებინა იქ ეკლესიები. მთელი დღე გვეცხოვრა ისე რომ აი ვთქვათ ლოცვით, შრომით, ტრაპეზის დროს კითხვა და ამ დღეს ვატარებდით ერთად. ნუ ამან გააკეთა ის რომ ჩვენ ფაქტიურად მე პირადად ნამდვილად 4 შაბათიდან 4 შაბათამდე ვცხოვრობდი. შუაში რა ხდებოდა უკვე აღარ მაინტერესებდა. და შემდეგ პატრიარქმა გაგვიშვა ესტონეთში პიუხციცის მონასტერში, სადაც ერთი თვე ვიცხოვრეთ. იქაც და იქიდან რომ ჩამოვედით, უკვე უმეტესობას ძალიან გვინდოდა მონასტერში წასვლა. და მე პატრიარქმა დაგვიბარა და რამოდენიმე დავალება მოგვცა. ანუ როგორ გვეცხოვრა მონასტერში. ჯერ პირველი რაც გვითხრა და ეს ძალიან კარგად დავამახსოვრდა, გვითხრა რომ ღმერთი ეჭვიანია. ნუ ამით ჩვენ მივხვდით რომ არ შეიძლება ღმერთზე მეტად ვიღაცა გიყვარდეს და მე წამოვიღე ის არის. 3 კანონი მოგვცა მონასტერში ცხოვრების. და ესეთი კანონებია. არ განიკითხო. რაჟამს მოყვასი ბრალს გდებს თავს ნუ იმართლებს თხოვე შენდობა და განშორდი. ყოველ ადამიანში დაინახე მხოლოდ სიკეთეს მესამე კანონი. მიმართე მას კეთილის სიტყვით, თუ არ ძალგიც ნურაფერს ეტყვი. მე რომ მკითხა ეს არის თანამედროვე იოანე კივისახმწერელის დახმარება ადამიანის. ნუ ეს თვითონ გვითხრა ეს კანონები და ასე იცხოვრეთ. ნუ ახლა რამდენად გამოგვივიდა ეს სხვა საკითხია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რო არ გამოგვდის, უკვე ჩვენ თავს ვაბრალებთ და არა მოყვას მაგალითად. და შეიძლება ითქვას, რომ აი რამოდენიმე ფრაზაშია, კარგად ვძანეთ, აი, რასაც იოანე კივისახმწერელი ახსოვს ის რამოდენიმე წინადადებაშია თამოყრილი. ანუ ის კანონია, ის სულიერი კანონია, რა სულიერი კანონითაც უნდა ცხოვრობდე მონასტერში, იმიტომ რომ სხვანაირად თუ ამ კანონით თუ არ იცხოვრებ, მე ძალიან გაგიჭირდება. დედაო, აი ხომ არ ისაუბრებთ სამი სათნოები და კიდე დანარჩენ ორზე, ქალწულებასა და უპოვარებაზე და მათ მნიშვნელობაზე.
ხო, ქალწულებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და უფრო მინდა რომ თქვა რომ ეს არ არის მხოლოდ აი ეს არის დაახლოებით ის რაც უწმინდესმა გითხრა ღმერთი ეჭვიანია. ანუ ეს არ გულისხმობს მარტო იმას რომ შენ ცხოვრობ მარტო და არ გყავს ოჯახი. ეს გულისხმობს იმას რომ შენი გონებით არ ღალატობ ღმერთს. ანუ არაფერი არ გინდა ისეთი რაშიც ღმერთი არ არის. თელისული თელიგუნი და კოლებით აქედან გამომდინარე ნებისმიერი საერთოდ აი ნებისმიერი ტკბობა რაიმით უკვე ამ ღმერთთან ერთობიდან ამომგდები რაღაცა. და ამიტომ ბუნებრივად, როდესაც შენ გინდა რომ ღმერთთან იყო ერთობაში, ანუ წმინდა მამები როგორც იყვნენ, მათ ძალიან ეშინოდათ ყოველგვარი პირადი რაღაც ეგოისტური სიამოვნების და გაურბოდნენ ამ ყველაფერს. ამიტომ იყო საჭირო ეს უკიდურესი ყურადღება ლოცვაში, იმიტომ რომ ლოცვა არის ერთადერთი გზა რომ შენ ასე იცხოვრო, იმიტომ რომ შენ ხედავ რომ ვერ შენ ეგოიზმს და ვერ შენ ფიქრებს და ვერ შენ მისწრაფებას ამ ცოდვისკენ ვერ დაამარცხებ ღვთის სასწაულის გარეშე და ღვთის სასწაულის თხოვნა უკვე ლოცვაა. და როდესაც ხედავ რომ ვერ მართლაც ღმერთი გაძლევს ამის ძალას, უკვე მერე მადლიერებაა და აი ეს სულ მუდმივ ლოცვაში იყვნენ ეს წმინდა მამები. ჩვენ დღეს არ ვიცი, უფრო მუდმივ ღალატში ვართ და მერე მუდმივ სინანულში, მაგრამ ну, ყოველ შემთხვევაში მაინც რეალობა ეს არის. და კიდევ უპოვარებაც ერთ-ერთი აი ბუნებრივი აქედან ამორიდან გამომავალი რაღაც ანუ ისევ თავისუფლება რაღაც საზრუნავიდან რომ შენ გქონდეს დრო და ენერგია იმისა რომ ეს ყველაფერი აი კონცენტრირება იყოს მთავარზე და არა ამ მეორე ხარისხოვანზე და მე უკვე სრულდება ის რომ იფიქრეთ პირველად სასუფეველზე და ყოველივე დანარჩენი მოგეცემა ამას უკვე გრძნობენ ის ადამიანები ვინც მართლა ესე ცხოვრობს. და ნუ ამ ხრივ ახლა თუ ადამიანის მიზანი არის ცხონება, გამოდის რომ მონასტერი არის ყველაზე იოლი გზა ამ მიზნის მისაღწევად. და აი რას ფიქრობ, დღევანდელ ეპოქაში რა არის ყველაზე დიდი განსასწრელი მონაზვნებისათვის, რა უშლის ადამიანებს ყველაზე მეტად აი ეს მცნებები აღასრულონ, ასე თქვენ ახლა ლაპარაკობთ. ყველა ეპოქასაც თავისი სასტურები აქვს განსაკუთრებული. აი ამ ეპოქაში რა არის? ამ ეპოქაში. მე მგონი ამ ეპოქაში, არ ვიცი, ალბათ ისევ შენი საკუთარი ცოდვები, მაგრამ უბრალოდ ეს ცოდვები ბევრად ადრე და რაღაც ისე ცუდად ყალიბდება, ვიდრე ძველ დროს ალბათ, იმიტომ რომ ხა სხვანაირად ალგუზარდას ჩვენ და ხა დღევანდელი ბავშვები კიდევ უფრო მძიმე დღეში არიან, იმიტომ რომ მე არ ვიცი იმათ რა ეშველება. ჩემ დროზე გულისხმობ იმას, რომ არ ვიცოდით ღმერთი რა იყო და რაღაცა სხვა მიმართულებით მივდიოდით, რომ თქვათ გვესწავლა რაღაცა უფრო ეგოიზმისკენ იყო ეს ყველაფერი მიმართული, რაღაცა პირადი ცხოვრება აგვეწყო. ნუ როგორც არის, ჩვენ ნაკლებად და დღევანდელ დღეს მე მგონი მაინც ეს უამრავი ინფორმაცია, რომელიც ამ ბავშვების თავში შედის, საშუალებას არ აძლევს მათ, რომ დაფიქრდნენ საერთოდ რისთვის ცხოვრობენ. ჩვენ ეს საშუალება გვქონდა ადრე. ეხლა ამ ბავშვებს არ აქვს, იმიტომ რომ კომპიუტერია, ეს რაღაც მუდმივი ჩართულობა მთელ მსოფლიოში, უამრავი ინფორმაცია, რომელიც ოღონდ ეს ყველაფერი არის ზედაპირზე და სიღრმეში ჩასვლის დრო აღარ აქვს ამ ბავშვებს და მე მგონი უნარიც ეკარგებათ ნელ-ნელა და აი მანდაც ისევ ალბათ ღმერთის იმედი უნდა გქონდეს, იმიტომ რომ ჩვენ დროშიც ალოგიკური იყო, ახლა ჩვენ რომ აი ჩვენი თაობა წამოვიდოდა ეკლესიაში, მაინც ეს ღვთის სასწაულია. და რა თქმა უნდა, პატრიარქის არსებობაც ბევრს წყვიტავს. ალბათ ესეც არის როგორც თქვენ ბრძანეთ ინფორმაციის სიჭარბე, ზედაპირული ინფორმაციის. მეორე ადრე საზოგადოება უფრო პატრიარქალური იყო, ალბათ ეს ადამიანი იზრდებოდა აი მორჩილების ყველაზე მთავარი სათნოება იყო ეს ერშიც და ბერშიც და აი ხე თანამედროვე ეპოქაში აი ცოტა დაიწია მე მგონი რა თქვა. ცოტა კი ძალიან. ჩვენ დროშიც კი და ეხლა მით უმეტეს. იმიტომ რომ პატრიარქი წამოიწია ადამიანის უფლებებმა უფრო. თუ იძახის რომ პატივեց მამას ეშენს აი სულ ამას უსვამს ხას. იმიტომ რომ ეხლა პირიქით ასწავლიან რომ შენ უნდა იყო თავისუფალი, შენ უნდა შენი
აზრი თქვა, შენუფლება გაქვს გააკრიტიკო მასწავლებელი, ის აი რაღაცნაირ რაც უფრო თავიდანვე იქნები ეგრეთ წოდებული თავისუფალი, მით უფრო ითვლება, რომ კარგია. და არა, ეკლესია არ ებრძვის თავისუფლებას, უბრალოდ როგორ ესმის ადამიანს თავისუფლება. როგორ ებრძვის ეკლესია თვითონ იძლევა თავისუფლებას. მე ვიცახე ეგრეთ წოდებულ თავისუფლებას. როცა შენ ხა მე რომ მკითხო, ხა ბავშვს რაღაც მასწავლებლის პატივისცემა თავიდანვე უნდა გქონდეს და არ უნდა გქონდეს უფლება მიცემული, რომ ბავშვმა თქვას, რომ იცი რა მე ის მასწავლებელი არ მომწონს ამიტომ და ის მასწავლებელი მომწონს იმიტომ, რაღაცნაირად კარგია, როცა ბავშვი ენდობა მასწავლებელს თავიდანვე რა. რა ვიცი, შეიძლება არასწორი ვარ, მაგრამ მგონია რომ აი ეს რომ მამას პატივისცემ თავიდანვე ჩადებულია, უფროს პატივისცემ ეს დაიცავს მე ამ ბავშვს შემდგომი რაღაც კიდე უფრო უარესი შეცდომებისგან. თანამედროვე ეპოქაში ალბათ ყოველთვის იყო და ეხლაც არის ეს განსაკუთრებული დაჯილდოებული ხალხია ეს კიდე სულიერი აზნაურება როგორც ადრე ფიქრობდნენ. აი არამიწიერი მისწრაფებად, აგას ადამიანის უფრო სულიერი ღირებულებებისადმი. ყველა ეპოქაში იყო და ეხლაც ალბათ არის ბევრი. აი რას ურჩევდით ასეთ ადამიანებს ყველაზე მეტად, რომლებიც აპირებენ აი მონასტრულ ცხოვრებას შეუდგნენ. რას ურჩევდი და მონასტერში წასვლას. ოღონდ ის არის, რომ ამ მონასტერში რომ მიდიხარ, თავიდან გახსოვს ეს ყველაფერი. მე შეიძლება უცებ დაგავიწყოს, მე ისევ თავიდან უნდა გაიხსენო. ანუ რაღაც ამბავში ვფიქრობ ხოლმე ხანდახან, რომ აი ვთქვათ ოჯახი რო ყავს და შვილები, ეს თავისთავად გეხმარება ეგოიზმის დაძლევაში. ბავშვს რო სიცხე აქვს, მაგალითად შენ ღამეს გაათენებ და ეს ბუნებრივი რაღაცა და ხანდახან იტყვი რომ იცი რა, ეხლა თუნდაც თავარ სიცხე მაქვს, მოდი ლოცვაზე არ წავალ და ღმერთს ვერ ხედავ და უფრო ადვილია თითქოს ამის, ანუ ეს თავგანწირვა უხილ რაღაცნაირია, უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს მონაზონისთვის, მე მგონი დღეს ჩვენ დროში. ადრე უფრო სხვა ძალა ქონდათ ალბათ. ჩვენ ამდენი ძალა არ გვაქვს. ამიტომ ხშირად ვზარმაცობთ ხოლმე და ამიტომ მოდის მერე გულგრილება. და აი ეს სიზარმაცე თან ბრძოლა, ჩემთვის პირადად ეს არის რა, რომ აი სიზარმაცეს ვებრძოლო და გავიხსენო რატომ მოვედი და რომ ეს თავგანწირვა თუ არ მექნება რისთვისაც მოვედი ის არ მოხდება. ხო და ეს ბრძოლა ნამდვილად არის ყოველდღიური და ხშირად არის საჭირო რომ თავს გაახსენო ეგეთი რაღაც. ძალიან დიდი მადლობა დედა საინტერესო საუბრისათვის. ძვირფასო ტელემაყურებლებო, შეგახსენებთ რომ ჩვენი დღევანდელი სტუმარი გახდათ ფერისვალების დედათა მონასტრის წინამძღვარი იღუმენია მარიამი. გემშვიდობებით და მადლობას გიხდით ყურადღებისათვის. მომავალ შეხვედრამდე.